დავეშვათ, ეხლა დავეშვათ კომუნიკატორს უყურეთ. დავმიწდეთ. ჩვენი სტუმარია, როგორც გითხარით, ტყე ლაბუსერიძე და ამწყები ასტროფოტოგრაფი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, გამარჯობა. და ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. როგორც ერთი ასტროლოგიით ბავშვი არ ვიცი, რომელიც არ ინტერესდება, ხო? ის ინტერესი ღვივდება ბავშვობაში, მაგრამ როგორც წესი, შემდეგ მოზარდობაში ძალიან ცოტას თუ მიყვება ხოლმე ეს ინტერესი. შენი გამოცდილების შესახებ მოგვიყევი, როდის დაინტერესდი და როგორ იყო შენი პირველი ნაბიჯები? ჩემი პირველი ნაბიჯები სულ ბავშვობიდან დაიწყო. დედა მიყვება, რომ ეს სარეცხის გაფენის დროს იწყებოდა კითხვები, აი რატომ ანათებს მთვარე და შორსაა თუ არა მთვარე და რომ გაუფრინდე რა მოხდება. მე რა ვეღარ ვნახავ დედა მეთქი. მეთქი ჩამოვალთ, უბრალოდ გავფრინდებით, ესეო დავრუნდებით. ასტრონომიით გატაცება, ასე ვთქვათ, ყოველი ბავშვებში ყოველთვის არის. თუმცა გაღვივება არ ხდება ამის მერე, იმიტომ რომ რეალურად არ ვუწყობთ ჩვენ ამას სათანადოდ ხელს, იმიტომ რომ გვირჩევნია ჩვენმა ბავშვმა მაგალითად ბავშვი გამოვიდეს ჩვენ. აი მაგალითად სხვადასხვა ისტორიის წიგნები, საქართველოს ისტორია იკითხოს, თუ ეს არ აინტერესებს. ვიდრე თქვა ასტრონომიაზე და კოსმოსზე იკითხოს რაღაც თუ ეს მართლა აინტერესებს. ხო, თითქოს ხელშესახები თემა არ არის და არ გამოადგება. ჩემი ინტერესი ასე თქვა ჩაიკარგა ბავშვობაში, თუმცა მე გაღვივდა ისე, როცა აღმოაჩინე პროფესიონალი ასტროფოტოგრაფები, რომლებიც უკვე იღებდნენ ფოტოებს, აკვირდებოდნენ სამყაროს ტელესკოპიდან. კი, საქართველოს ხდება ეს ჩემი მეგობარი დავით ვალი, რომელიც პროფესიონალი ასტროფოტოგრაფია და შემდეგ უკვე შევიკარეთ პატარა ჯგუფი, რომელიც დაინტერესდით ასე ვთქვათ ასტრონომიით და უკვე დაინტერესებულები ასტრონომიით, უკვე ასტროფოტოგრაფიით და კოსმოსის ვიზუალიზაციით. საკმაოდ რთული ამბავია, ხო ეს თვითონ ტექნიკურად ამის განხორციელება ძნელია, ალბათ სპეციალური აღჭურვილობაც არის საჭირო, რომელიც ზურად ღირებულია, რა ეტაპზე ხართ, რას იყენებთ და როგორ იღებთ? ყველაფერი ესე იგი არის შემდეგნაირად, რომ განსხვავებით ჩვეულებრივი ფოტო, ასე ვთქვათ, გადაღებისგან ასტროფოტოგრაფია განსხვავდება იმით, რომ ერთი ფოტოს მისაღებად საჭიროა რამოდენიმე საათიანი, ასე ვთქვათ, ექსპოზიცია, ეგრეთ წოდებული დაყოვნება. ამიტომ თუ ვთქვათ, ადამიანი 10 წუთში იღებს 100 ფოტოს, ჩვეულებრივად პეიზაჟებს, ჩვენ 10 წუთში ერთ კადრსაც ვერ ვიღებთ ხოლმე. ან ჩვენი მაგალითად ჩვენი მეგობრისა დავით ვალის ასე ვთქვათ ასტრობინზე, ანუ საერთაშორისო ასტროფოტოგრაფთა საიტზე გამოქვეყნებული ფოტოები ხშირად არის 6.7 საათიანი და 5 საათიანი ექსპოზიცია, ანუ რეალურად 5 საათი სჭირდებოდა ფოტოს, რომ ამ პერიოდის მანძილზე. დიახ, სხვადასხვა ფოტოები იღება მაგალითად 900 წამიანი დაყოვნებით და შემდეგ უკვე ერთდება, რომ მივიღოთ საბოლოო ის ლამაზი ნახატი, რომელიც ნახატის უბრალოდ ნახატის სახით ლამაზი კოსმოსის ასე ვთქვათ ფოტო, რომელიც მე ყველას უხარია და ანუ პროგრამებში დამუშავება შემდეგ ხდება, ხო? პროგრამებში, ანუ პრინციპი არის ის, რომ ფაილები არის ორი ტიპის, არის JPEG და არის RAW. RAW ფაილში გადაღებისას უფრო მეტი ინფორმაცია, შესაბამისად, ასე ვთქვათ, მასალა, რომელიც იღებ, უფრო მეტია ინფორმაციულად, შესაბამისად, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ვეძახით, ამოქაჩვა შეიძლება იქიდან. თუ ფოტო არის თავიდან ბნელი, არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ რეალურად მისი ინფორმაცია, ფოტონები სინათლის ნაწილაკები, რომელიც ვთქვათ, ფოტოშია, მასალაშია, იმის ამოკრეფა, ამოქაჩვა შეიძლება უშუალოდ ამ, ასე ვთქვათ, აპარატიდან, ფოტოდან, ამიტომ ჩვენ რეალურად ვიღებთ ბევრს ფოტოს და იქიდან უკვე ამოვქაჩოთ მე ინფორმაციას. შუმები, ეგრეთ წოდებული შუმების, ბოდი ხმაური. ხმაური. აი, ბევრნაირი ტიპის ხმაური არსებობს თერმული ხმაური, არსებობს ასე ვთქვათ, ხმაური, რომელიც უშუალოდ ჩვენ ცასს ახასიათებს. ეს შეიძლება ისე ჟღერდეს ხმაური, თუმცა ხმაური არაპირდაპირ გაგებით რა თქმა უნდა. ეს ხმაური არის ცაზე მაგალითად ჩვენთან ეგრეთ წოდებული light pollution, ანუ დაბინძურება, რომელიც ჩვენიცა რეალურად ბინძურია. თბილისიდან გადაღება კოსმოსის ცოტა მოუხერხებელია, იმიტომ რომ ის ფოტოები როცა მაგალითად ირმის ნახტომი ასე ვთქვათ, თელცას ეკრის ხოლმე, მაგის თბილისიდან გადაღება ფაქტიურად შეუძლებელია, იმიტომ რომ თელიცა დაბინძურებულია რეალურად იმ გამონაბოლ ქვითთან დაწყებული ტურბულენტობით, ასე ვთქვათ, და ბევრი, ასე ვთქვათ, განათებით. გვჭირდება ბნელი ადგილი და სუფთა ცა. ამისთვის ყველაზე კარგი ადგილი, ასე ვთქვათ, აბასთუმანია, კაკაბეთია და სხვადასხვა ბაზალეთი, საიდანაც ჩვენ ვიღებთ ამ ფოტოებს. ხმაური რაც შეეხება, არის კიდევ შიდა კამერას აქვს თავისი ხმაურები, ხშირად თერმული ხმაური, რომელსაც სხვადასხვა კადრებით ასე ვთქვათ, ვაკომპენსირებთ. არის თუ არა თუ მაგალითად ახლა შეიძლება არ ვიცი ეს სფერო, ამიტომ გეკითხებით, კონკრეტული ობიექტის გადაღება გინდათ, ხო, ირმის ნახტომი ან რაღაც კონკრეტული ცივრის სხეულის. ეს დამოკიდებულია წელიწადის დროზე, ლოკაციაზე კონკრეტულად,
აი როგორ არის ამ მაგალითად ანუ ამასაც ცოდნა ჭირდება ხო? ხადია, იმიტომ რომ არსებობს ორი ტიპის ირმის ნახტომი, ზამთრის და ზაფხულის ირმის ნახტომი. ზაფხულის ირმის ნახტომი არის გაცილებით უფრო ლამაზი და უფრო მკვეთრი, იმიტომ რომ საგიტარიუსის შვილდოსნის რეგიონის ყველაზე ასე ვთქვათ ჩვენი galaktikis ცენტრი უკვე მოქცეულია ცაზე. და უფრო კარგად მეტი სინათლის დაფიქსირება შეიძლება, მეტი ფოტონი მოდის იქიდან, მეტი ასე ვთქვათ უფრო მაღალი ხარისხის ირმის ნახტომის ფოტოს მიღება შეიძლება ზაფხულში, განსხვავებით ზამთრისგან, იმიტომ რომ უკვე იცვლება დედამიწა ბრუნავს ცხადია და სხვადასხვა ასე ვთქვათ იცვლის პოზიციას. რაც შეეხება მაგალითად ორიონის თანავარსკვლავედი, რომელიც გამოჩნდა კადრში ასე ვთქვათ გადაღებისას ჩვენ ვიღებთ, ორიონის თანავარსკვლავედი ზამთარში ახლა ჩანს ცაზე, ახლა ამ წამს ცაზე არის იუპიტერთან ახლოს, სირიუსთან ახლოს და ზაფხულში ცაზე არ ჩანს. არის მაგალითად ნაწილები ჩვენ სამხრეთ ნახევარსფეროში, მაგალითად როგორც არის ჩილეში განთავსებული ან ატაკამას მაგალითად ობსერვატორია, სადაც ჰავაიზე უბრალოდ განთავსებული ობსერვატორია, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროს უყურებს და იქ ჩვენ რეალურად ვერ ვიხედავთ, იმიტომ რომ იქ უნდა ჩახვიდე, რომ ის ნაწილი და ის ობიექტები გადაიღო, რომელიც მხოლოდ იქედან ჩანს. ფოტოგრაფებს მოგზაურობასთანაც საკმაოდ არის დაკავშირებული. აი მეინსტრიმულ ფოტოგრაფიაში გამიგე ეგეთი რაღაც, რომ ოდესაც ფოტოგრაფი რაღაც კონკრეტული ერთი კამერით მუშაობს, ზოგჯერ ამოწურავს ხოლმე მის შესაძლებლობებს და მოითხოვს, თქვათ, მისი ხელწერა და მისი სუვილები უფრო გაუმჯობესებულ, თქვათ, ფოტოაპარატს, კამერას. თქვენ შემთხვევაში ალბათ ასია, ხო და ჩვენ შემთხვევაში ძალიან ძვირიანი ამბავია. ჩვენ შემთხვევაში ცხადია ასია, თავიდან ყველა ასე ვთქვათ, მე მაგალითად ფოტოაპარატი არ მაქვს. ჩემი მეგობრის ფოტოაპარატებით ვიღებ და რა ტიპის აპარატები ეს ჩვენ მაგალითად ამ შემთხვევაში გვაქვს სხვადასხვა ტიპის აპარატები, მაგრამ გვაქვს Nikon, Canon და ასე შემდეგ. ეს არის ის აპარატები, რომელთა შეიძლება ჩვეულებრივ ლინზის დამაგრების შემთხვევაში, პორტრეტების გადაღებაც, პეიზაჟების გადაღებაც და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ ფოტოაპარატები. თუმცა არის ასტროკამერები, ეგრეთ წოდებული ასტროკამერები, რომლებიც სპეციალურად მორგებულია იმისთვის, რომ გადაიღოს მეგაბაიტები ხშირად არის უფრო მეტი და დასამუშავებლად არის რთული ჩვეულებრივ კამერებში. თუმცა ასტროკამერებში არის შეკვეცილი და იღებ ზუსტად იმისთვის არის მორგებული, რომ გადაიღოს ასე ვთქვათ ციური სხეულები. და ანუ ესენია QSI და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხარისხი ფასთანათად იზრდება. თავისთავად. რამდენად საინტერესოა ვთქვათ კომერციული თვალსაზრისით თქვენ მიერ გადაღებული მასალა, ან და ვთქვათ თუ შეიძლება სამეცნიერო კუთხით გამოიყენონ. აბას თუ მაინც ახსენეთ ობსერვატორიებთან თუ თანამშრომლობთ მაგალითად. ჩვენ თანამშრომლობთ აბასთუმანში, უბრალოდ ჩვენ ზაფხულში ვიყავით აბასთუმანში, თუმცა მათი აპარატურა ჩვენ არ გამოგვიყენებია, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი აპარატურით ჩავედით. თანამშრომლობა ერთადერთი მხოლოდ თუ ჩავალთ და რაღაც გადავიღოთ და ესე აქტიური ჯერ არ არის აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს მომავალში იქნება, რაღაც გეგმებიც არის, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კომერციული თვალსაზრისით, არ ვიცი, ალბათ გააჩნია როგორ მოითხოვს ბაზარი. იმდენად გახდება კომერციული, რამდენადაც მოითხოვს, ასე ვთქვათ, თუნდაც მაცივარზე მისაკრობის სტიკერების სახით რო იყოს რომელიმე ციური სხეული, დაწყებული მაქედან, დამთავრებული სხვადასხვა ასე ვთქვათ, პლაკატებით, პოსტერებით და ასე შემდეგ. ჯერ მხოლოდ ინტერესი გვაქვს ამის და ჯერჯერობით არ არის კომერციული ხასიათი, თუმცა ალბათ სამავალოდ, რა თქმა უნდა, ამასაც მიეცემა კომერციული ხასიათი. ხო, ეს მაინც ახალი სფეროა, არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიოში ეხლა ხდება, ხო, ნელ-ნელა პოპულარული და დიახ, იმიტომ რომ უკვე კამერების სხვადასხვა ბრენდები, თუნდაც Canon, Nikon უკვე უშვებენ სპეციალურად მაგალითად კოსმოსისთვის ასტროკამერებს უშვებენ, გულისხმობ იმ პარამეტრებით, რომელიც სჭირდება ასტროფოტოგრაფიას და კი უკვე ტრენდული ხდება რეალურად ასტროფოტოგრაფია. ამიტომ კი დაწყებული იქიდან რომ თქვათ National Geographic-ის მე ვიცი რომ გაქვთ თანამშრომლობა შედგა თქვენი, ხო? National Geographic-თან კი დავით დვალი იყო National Geographic-ში, პირველი ქართველი ასტროფოტოგრაფის, ასე ვთქვათ, სახელით ფოტოები და ასე შემდეგ. აი, თუნდაც National Geographic, ანუ გაყიდვა ამ ფოტოებისთან, სხვადასხვა ჟურნალები ინტერესდებიან, არის ლოკალური, ასე ვთქვათ, ჟურნალები, ჩვენ არის Facebook-ში ჯგუფები, სადაც ანუ ასე ვთქვათ, საერთაშორისო Astronome Edicts ქვია და იქ ვართ ხოლმე და ნუ ვაკვირდებით ზოგი ასტროფოტოგრაფის ფოტო რომელ ჟურნალშია, ზოგისა დაწყებული გერმანიიდან, დამთავრებული სხვადასხვა ქვეყნებში და ძალიან ანუ კი აიტაცა ხალხმა, მაგრამ სრულად არა და დავიწყოსია. მოხდება აუცილებლად ნელ-ნელა გადავა აუცილებლად ალბათ იქნება, რა თქმა უნდა
მისი კომერციალიზაციაც. საუბარი მით დავიწყეთ, რომ ბავშვებს უყვართ ასტრონომია, თავიდან ყველა ამით ინტერესდება და ეს ინტერესი სადღაც იკარგება, ხო, თქვა გვისმენენ ბავშვები, ვისაც გაუღვივდა ისევ სურვილი ჩაერთო სამსაქმიანობაში, რას ურჩევდით მათ, საიდან დაიწყო თქვენ თვითონ სწავლობთ? იმათ ურჩევდი, რომ მე ვერ დავიკვეხნივით, რომ აი ჩემ დროს ბავშვობაში ასე და ასე იყო. ხო, რა თქმა უნდა. ვიცით უფროსმა თაობამ, არა, ჩემ დროსაც საკმარისად იყო. თუმცა დღეს უკვე არსებობს მილიონი და უფრო მეტი გზა, რომ ბავშვებმა ისწავლონ უფრო მეტი კოსმოსის შესახებ, ვიდრე რეალურად შეუძლიათ ან გონიათ რომ ისწავლიან. დაწყებული YouTube-დან, დამთავრებული საიტებიდან, რომელიც არის ნაკლებია ქართულენოვანი, თუმცა ბევრია უცხოენოვანი, რუსული, ინგლისური და ასე შემდეგ. ბავშვებს ერთ-ერთი იმას ვეტყოდი, რომ ცოტა მეამბოხეები გახდნენ მშობლებთან მიმართებაში და არ მოუკლონ სხვა რაღაცებსაც სწავლა, თუმცა აუცილებლად მიაქციონ ყურადღება კოსმოსაც, იმიტომ რომ რეალურად კოსმოსში ბევრი საიდუმლოება ჯერ კიდევ ამოსახსნელი, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს და ნელ-ნელა ამათ უახლოვდებით თუნდაც გრავიტაციული ტალღების, ასე ვთქვათ, მეშვეობით, რომელიც ბოლოს აღმოვაჩინეთ. ამიტომ არასდროს არ ვიცით ვისში რა პოტენციალი არის. ამიტომ ყოველთვის ვისაც გაინტერესებთ, ძალიან იაფია ტელესკოპის ყიდვა, შეიძლება $50-ათაც კი დამწყები ტელესკოპი რომ იყიდო და უბრალოდ ვიზუალური დაკვირვებისთვის გამოიყენო და მე ეგრე დავიწყე და შეხედო იუპიტერს თავისი 4 თანამგზავრით, როგორ ასე ვთქვათ, მოძრაობს ცაზე, შეხედო კრატერებს მთვარეზე, სატურნს თავისი რგოლით და ჯერჯერობით ამით დატკბე, თუმცა დამერწმუნეთ და ყველას ვეტყვი, რომ ამაზე არც ერთი თქვენგანი არ გაჩერდება, იმიტომ რომ რეალურად მერე უკვე იწყება ის კოსმოსური ოდისეა, როცა გაინტერესებთ უფრო შორს და შორს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სასიამოვნო საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ტყე ლაბუსერიძე, რომელიც რაღა დამწყები უკვე შემდგარი ასტროფოტოგრაფი გახლავთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.